აგვისტოში ჩვეულებრივად იყო მე ყველაფერი, მანდის ბოლოს 3 დღე დაიძაბა. როგორც კი დაიწყო ცხინვალში ეს დაბომბები, ჩვენც ახლა კომპლექტურ ზონაში ცხოვრობდით და წავიდა კითხვები რა მოხდება ჩვენთან, რა იქნება აქ, იმიტომ რომ ჯარი არის, სამხედრო რაოდენობა, პოლიცია, არიან მოხუცები, ქალები, ბავშვები და ხო არ ჯობია რომ ეს ვისაც შემდეგ არ შეუძლია მაგალითად გადაადგილება ტყით, ან თავი შეაფაროს, ან იბრძოლოს, ხო არ ჯობია რომ გაიწიოს ეს ხალხი, ქალები და ბავშვები, მაშინ როგორც ჩვენ გამოგვწიეს 92-13 წლებში ჭუბერში ვიყავით ჩვენ, მე ჭუბერში ვიყავ ერთი წელი, ბავშვი რო ვიყავ მაშინ და მე შეგვიყვანეს ყველაფერი დამთავრდა. და არა არანაირი წინაპირობა მაგის არ არსებობსო, აბა რისთვის ვემზადებითო ჩვენო. რისთვის ვართო, რამე რომ მოხდოსო ჩვენ ეს კი არ გვაქვსო გეგმა რომ აქ დავრჩეთ, დაქვიყოთო კარგადო. ჩვენ ცოტა სხვაგან მივდივართო და ნუ ეს სხვაგან წასვლა გულისხმობდა ალბათ სოხუმში ჩასვლას. და ამას გვაჯერებდნენ ჩვენ ყოველდღიურად, რომ აი მოდიოდა ვიღაცა პოლიციელი, ვინც ჩვენთან კარგად იყო თანამშრომელი და ყველაფერი კარგად არის, მალე ჩავდივართ. პოლიციელი თუ ჯარისკაცი? ჯარისკაცი, ვინც ჩვენთან ახლა ურთიერთობდა ორი წლის მერე ჩვენ. როდის შემოვიდნენ ისინი ხეობაში, პოლიცია, დამატებითი შენაერთები და ჯარი? 2006-ში. 6-დან რომ შემოვიდნენ, იგივე ხალხი იყო აგვისტოში. 2006-ში შემოვიდნენ, მაგრამ ძალიან ბევრი იყვნენ. დაახლოებით 8000 კაცამდე იყო მთლიანობაში თავდაცვა და შინაგან საქმეთა სამინისტრო. რამდენი კაცი? დაახლოებით 8000 იძახდნენ და შეიძლება მეტიც იქნებოდა, იმიტომ რომ ვერ გაივლიდი ვერსად, რომ აი ყოველ მეტრში ალბათ იდგნენ. ესე იგი 2006-ში რომ შემოვიდნენ, 2 წელი იქ იდგნენ, თქვენთან ერთად იყვნენ. და აგვისტოს ომამდე წინა დღეებში არავინ არ დამატებია, ახალი ძალა არ შემოსულა. აგვისტოში უკვე არავინ არ დამატებია, ყველანი იყვნენ თავის იძახდნენ პოზიციებზე ვართო, სიმაღლეები აღებულია. ერთი მთა არის მან და დედუქებთან ეს მთა არის კოდორიდან რო გადავდივართ, შემოვლითი გზა არის და მთელ აფხაზეთს უყურებს, ზევიდან სიმაღლე არის და ძალიან სტრატეგიული ადგილია. მან გზა გაიყვანეს 2006-შივე და ძალიან დიდი საზენიტო დანადგარებიც მან და სიმაღლეზე იყო და ისიც კი იყო ერთ-ერთი აი არგუმენტი რომ აბა ეს რისთვის არის ჩვენ თუ აქედან გაქცევას ვაპირებთ თქვენ თუ აქედან უნდა გახვიდეთ ეს რისთვისა ჩვენ ჩავდივართ და ყველაფერი დალაგებულია რომ და თან ესე გვეტყოდნენ ხოლმე ესე რომ ყველაფერი ეს ყოფილიყო უფრო ჩვენთვის დამაჯერებელი რომ იმას ყველაფერი დალაგებული აქვს მანდო იმას ვის სააკაშვილს და რო ვიძახდით რომ მანდ არის ყოფილი მეომრები ვინც აფხაზეთში ვინც იბრძოდა ჩვენთანაც არის ბიჭები რომლებიც დაიღუპნენ იმათი ძმები როგორ იქნებიან შეხვედრა როგორ იქნება ან ისინი ხო არ დაყრიან ერახს პირდაპირ ისინი ახლა დალაგებულია მან და რუსულად ვიტყვი გაცრავად ამ თვითონ ცოტა წაპერესტელკება იქნებაო ცოტაო ესეო წაპერესტელკება რუსულად ვიძახდნენ ხოლმე აი ცოტა წაომება იქნება და მე ყველაფერი დალაგებულია და შევდივართო რა და ეგ რო დაიწყო ცხინვალში ამბები. აი მაშინ კიდე უფრო გეუბნებოდნენ, აი უკვე ცხინვალში არიან ჩვენები შესული, თქვენ კიდე არ გჯერათო. ვეხლა ჩვენ იქ ჩავდი, ეხლა მორჩებაო მანდ ეს 2 დღეში ყველაფერი დალაგდება, უკვე ცხინვალში შესულები არიანო, ბიჭებიო და ნაყოფ ხო არ გჯეროდათ აქამდეო. ეხლა მე ჩავდივართ უკვე სოხუმში. ეს ხდება 8-ში 9-ში. 8-ში 9-ში. ეს საუბრები. კი ბატონო.